თითოეული მათგანის ნებისმიერის განცხადება აიღე, გვეუბნებიან, რომ ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ მაგალითად თქვენთან ნებისმიერი საკითხი. და თუნდაც წეგან რეზოლუციაზე რო საუბრობთ, ეხლა ისეთ სისულელებს გვიწერენ შიგნით, რომ მე არ ვიცი, წარმოუდგენელია, ხო? არც კი კითხულობ. საზოგადოება უყურებს, რა ხდება და ისინი გვეუბნებიან საპირისპიროს, თქვა 10 კაცი, 20, 50, 100, რამდენიც გინდა. თუნდაც 500 და გინდა 500-1000. ანუ მე რომელიც ყოველ დღე უყურებ რა ხდება რუსთაველის გამზირზე, მეუბნებიან რომ მასობრივი გამოსვლებია და ხელისუფლება ამათ წინააღმდეგ იყენებს ძალას. ძალას ყოველ დღე. ძალას ყოველ დღიურად. ნუ წარმოიდგინე და 1000 უბედურება კიდე რებს წერენ და საბოლოო ჯამში ის ვერ გაარკვიეს ჰუმანიტარული მიზანი რა არის, რატო უნდა გაუშვან სააკაშვილი, ეს ჰუმანიტარული მიზანიც ვერ გაურკვევია. ერთი კაცი არ კითხულობს იქ იმაში ევროპარლამენტში, რომ ეს ჰუმანიტარული მიზანი რა არის, ცისფერი მთებია, სუფთა ცისფერი მთებია. ანუ კვდება თუ არ კვდება? ხო რა. ანუ აქ მთავარი რა არის, ისინი დაეყრდნენ, თქვენ წარმოიდგინეთ, რომ რეიგანის პერიოდშიც კი როდესაც საბჭოთა კავშირზე განსაკუთრებულად მუშაობდნენ, მაშინაც დაყრდნობილები იყვნენ NGO-ებს. NGO-ებით მუშაობდნენ ძალიან ბევრ ქვეყანაში. და განსაკუთრებით საქართველოში ის უაზროდ და უმიზნოდ კი არ იყო ის წამოძახილი, რომ ჩვენ 6 მილიარდი გვაქვს და ხარჯული და ასე ამას ყველაფერს თავისი აზრი და შინაარსი ჰქონდა. ანუ ეს NGO-ების იმედად დადგნენ და იციან, რომ ესენი წარმოადგენდნენ ძალას. არც ის არ არის რაღაცა მთლად მოგონილი, როდესაც ქართველ ხალხს ეძახიან. ეს შეიძლება ბრჭყალებში ჩვენი NGO-ების დამსახურებაც არის, რომ აჩვენებენ იმათ, რომ ესენი არიან საზოგადო ატყუებენ იმის გამო, რომ ფული იშოვონ და ასე შემდეგ. რაღაცა ყველაფერმა ერთად ხელი შეუწყო იმას, რომ ამათმა ვერ დაინახეს რეალური სურათი, ანუ გამოცდილება, რაც გაიარა ქართველმა ადამიანმა, კაცმა და ქალმა, რაც ნახა ამ ხნის განმავლობაში, ისევ ხელმეორედ უნდა გაემეორებინათ. ხო და ორი არჩევანის წინაშე დადგა. არჩევანის წინაშე, ანუ შეთავაზებაც იყო ალტერნატიული მშვიდობის. აქედან ხელისუფლებამ შესთავაზა ალტერნატივა, რომ ჩვენ თუ მოვინდომეთ საზოგადოებავ, ჩვენ გვექნება ქვეყანაში მშვიდობა. აგერ არის ომი და აგერ არის მშვიდობა. და რომელიც გენებოთ ის აერჩიეთ. სხვა ხო მართლა არჩევანის წინაშე ვიდექით. ეს არჩევნების მთავარი სლოგანი იყო. არა, სლოგანიც ერთია, მაგრამ რეალური ფაქტობრივად პოლიტიკაც ხო ესეთი იყო, რა რეალ პოლიტიკა იყო ესეთი. ანუ საზოგადოება რომ არ დადგომოდა ხელისუფლებას გვერდში, გარდაუვალ ომში ვიყავთ. საზოგადოებამ აირჩია. არავის არ ეგონა იქ ევროპელებს და იქ ამერიკელებს, რომ საზოგადოება ესე მოიქცეოდა ამდაგვარად. ანუ იმუშავა ხელისუფლების, აქ არის თავარი რა არის. ხელისუფლების მოწოდებამ, მათმა საქმემ და თავარი რა არის, რომ ყოველთვის არასოდეს არ უფრთხილდებიან ადამიანების ღირსებას. როდესაც ღირსებას ეხები, ანუ ყველა მათი მოწოდება, მათი განცხადება, ეს არის ღირსების შემლახავი. ღირსებას მილახავ. აი თქვათ არ ვარ გარკვეული მაინდა-მაინც და არ ვიცი, რომ ევროზონაში მაგალითად ჩარშან 0.83%-ით გაიზარდა ეკონომიკა, 20 ქვეყანაა ევროპი, 20 გამოს ხო, 0.83%. ჩვენთან აგეთ 9%-ით გაიზარდა და რამის ორნიშნა ციფრები და ასე შემდეგ. რასაც შენ ყოველდღე უყურებ. არ ვიცი თქვა. შენ იქიდან გეუბნებიან რომ შეურაცხყოფას მაყენებ. რა თქმა უნდა. ახლა ის ხომ მაინც ვიცი რომ აწეღარო ამოდის. ხო, ნატოს გზიდან გადაუხვია და ამიტომ უნდა დავსაჯოთ. ბიძინა ივანიაშვილი არის განსაკუთრებით მოხსენებული, რომ ამის გამო უნდა დავსაჯოთ როგორ ეპყრობა იქ რაღაცა მასობრივ გამოსვლებზე ხალხს, საზოგადოებას, იქ რაღაც ნატოს და ამას უყურებ ადამიანი და ისმენ და ჩვეულებრივად ხედავ რომ ის ნატოსთან დაკავშირებით ამერიკელებმა დაგვიქნიეს ხელი დიდი ხნის წინ აქ არავინ არავის არ აცემს არც მასობრივი გამოსვლებია და გამოსვლები არ არსებობს არჩევნებს ამას არ ვაღიარებ იმას არ ხო და რატო დამცინე ხარ შეურაცხო ერთს მატყუებ 2-3 საათს ესე იგი სიმართლეც რო იყოს მე მგელი-მგელისა არ იყოს აღარ დაგიჯერებ უკვე რა და ვერ ხო არა შედეგი და ის აგრეთ წეღარო თქვი 1 წლის განმავლობაში
ევრობარომეტრის შეფასება იყო ზუსტად 17%-ით ჩამოვარდა იმ ხალხის რაოდენობა აუცილებლად გარდაუვალია ციფრი, რომლებსაც ეჯერა ევროკავშირის მიზნების. ანუ 50% ჩამოწდა. ჩვენ ხო ვიცოდით ყველა 80% რო იყო, მეტიც რო იყო და რაღაც ასე შემდეგ. სადღა არის, აღარ არის. რამოდენიმე, აი რაღაცა 2-3 წელიწადში დაანგრიეს. დავინახეთ. დაანგრიეს, არა თვითონ ეხლა დაგვანახეს, მართალია. ხო თვითონ ქნეს ეს ყველაფერი, ჩვენ კი არაფერი არ გვიქნია.